პოლიცია 21 წლის ბიჭის მკვლელს ამ დრომდე ეძებს. გიორგი ახალაია ცივი იარაღით საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს. დანაშაულს სიტყვერი დაპირისპირება უძღო და ჯერ ბარში, მოგვიანებით კი ქუჩაში. ნიკა საჯაია არკვევს დეტალებს. ნიკა, გისმენთ. დიახ, გიორგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 21 წლის გიორგი ახალაია საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს. მას დღეს შეუსრულდებოდა 21 წელი. როგორც ირკვევა, გიორგი ახალაია იმყოფებოდა ბარ სახელოსნოში. გამთენისას მას სწორედ სურდა იქ ადგილზე გაერკვია. დეტალები იმისთვის, რომ დღეს მეგობრებთან ერთად დაბადების დღე სწორედ ამ დაწესებულებაში გადაეხადა. თუმცა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოხდა დაპირისპირება ბარიში და ტერიტორიაზე მყოფ მომხმარებლებთან. ეს ხუბი უკვე გაგრძელდა გარე პერიმეტრზე. უცნობია ამ ინციდენტში რამდენი ადამიანი მონაწილეობდა და სწორედ სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარე სივრცეში 21 წლის ახალგაზრდას მიაყენეს მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფებსაც გამოუძახეს თვითმხილველებმა, თუმცა სამწუხაროდ 21 წლის გიორგი ახალაიას გადარჩენა ექიმებმა უკვე ვეღარ შეძლეს. თავად გიორგი ახალაია შეიძლება ვთქვათ, რომ არის ერთ-ერთი წარმატებული დამწყები სპორტსმენი, ის ქართველი მებრძოლია, რომელიც მონაწილეობდა გამა ჩემპიონში, სადაც შიშველი მუშტებით იბრძვიან მეცახელად. ტყვია ჰქონდა, ასევე ის ასპარეზობდა მსოფლიო ასპარეზზე მებრძოლთა შორის კრივი და საკმაოდ კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მომხდართან დაკავშირებით სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არის უცნობი. თავად მკვლელობის შესახებაც ინფორმაცია მოკლულის ახლობლების მიერ გავრცელებული პოსტებით გახდა ცნობილი და როგორც მათ აქვთ ინფორმაცია, ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა მკვლელის დაჭერა, ასევე დასადგენია რამდენი პირი მონაწილეობდა. ეს არის ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული თუ მას ყავდა თანამსახველებიც. ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი ხანი მოვდიოდი. შიგნით დაიწყო და გარეთ გაგზავნა. იყვნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომელთაც მოვიდათ კონფლიქტი. როგორც მეცხრას ეგრეა, გულისარეში ყინაო დაზიანება მიღებული. ძალიან დიდი რაოდენობით სისხლის დიოდა და ვერ შეჩერდა, როგორც უცე სისხლის ასე დენა და მივიღეთ ფატალური შეკითხვი. ჩვენ დროს აქ სიწყნარე იყო ჯერში კიდე მე რა მოხდა მე გავიკეთ ჩვენს რა პოლიცია მუშაობდა ხო ადგილზე ალბათ ხო პოლიცია იყო ალბათ მომენტი გადაკეტილი იყო ეს ხარი და ეგ იყო და ეგ დიახ კამერები თუ გაქვთ დაყენებული თუ ამოიღეს საით თუ ჩანს ჩვენთან პოლიცია ჯერ არ მის თუ მოვა არ არის რაც შეეხება დაწესებულებას, სადაც მკვლელობამდე იმყოფებოდა მოკლული, ჯერჯერობით ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე სახის განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელობა არ მომხდარა უშუალოდ შიდა ტერიტორიაზე. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიას, ეს არის ქალაქის ცენტრში მტკვრის სანაპირო. აქ საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ჩვენ სხვა ობიექტის თანამშრომლებმა გვითხრეს, გარკვეული ჩატარებული, ასევე ადგილზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დაყენებული და წესით შინაგან სამინისტროს მკვლელის იდენტიფიცირება არ უნდა გაჭირვებოდა, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს დასტური იმის შესახებ, რომ ის არის დაკავებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მართლაც იყო გარკვეული მონაკვეთი, რომელიც გუშინ იყო უკვე გადაკეტილი, ასევე სისხლნაჟღენთები ამ დრომდე ემჩნევა ტერიტორიას. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას ეუბნებიან, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს დანაშაულის გახსნისთვის. გამოძიებას საგამოძიებო ორგანო 100 მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს. მადლობა, ეს ნიკა საჯაია იყო ფორმულას პირდაპირ ეთერში.